Jesus Deus mona leșin pișoșul nimas. Amin. ჩემო ძმებო და მამებო, აი წელსაც ღირსი გავხადა უფალმა ამ წმინდა დღეს მოვესწროთ, რომელიც არის დიდ მარხვის დაწყების კვირა და ჩვენ მას სიყვარულის ბანკს ვეძახით, სადაც მოსულია ხალხი ოჯახებით, მოდიან ყველა მხრიდან, რომ აღნიშნონ და შეეგებონ მარხვის დაწყებას, რომელიც დიდი მადლია ქრისტიანებისთვის. რა თქმა უნდა, ეს მადლიანი მარხვა და სიხარულით უნდა შევხვდეთ, უფლის და ღვთისმშობლის და ჩვენი წმინდანების დახმარებით. დღეს წირვის დროს სახარება მოგვითხრობდა, რომ თუ ადამიანურ მანკიერებებს არ მოვიშორებთ, არც უფალი მოგვაშორებს მანკიერებებს, რადგან ადამიანები ვართ და შესაბამისად ყველა დამნაშავე ვართ და ყველას გვაქვს რაღაც მანკიერება, მაგრამ უფლის სიყვარულის გამო უნდა ვპატიობდეთ ერთმანეთს და კარგად მოვექცეთ. რადგან მხოლოდ ჩვენი საქციელებიდან გამომდინარეა, თუ გადავრჩებით და ვცხონდებით და ასევე ჩვენი საქციელებიდან გამომდინარეა, თუ ვერ გადავრჩებით. დიდ მარხვის დასაწყისის წინა 3 დღე, როგორც წმინდა მამები უწოდებენ, დიდი მადლის მატარებელი დღეებია და ვინც შეძლებს და შეასრულებს შეინახოს მარხვა, თავად ვერ ნახავს თუ რას ნიშნავს მარხვის საიდუმლო და რა სარგებელი აქვს. ამიტომაც გთხოვთ, რადგან ადამიანები ვართ და ცოდვებში ვართ და ბრძოლებში, შევეცადოთ ყველა სწორი ვიყოთ და უფლისაგან ვითხოვოთ სულის გადარჩენა. სხვა რა უნდა ვითხოვოთ? იოანეს სახარებაში ვკითხულობთ, რომ უფალმა ნება დააქვრთო, თხოვნით მივმართოთ. უფლის შეწევნის გარეშე არავის შეუძლია რამის გაკეთება, რადგან დასაწყისიც და დასასრული არის წმინდა რწმენა. ამიტომ ახლა რომ ავდგებით და მეტანიას გავაკეთებთ, რომ მივუტევოთ, გულიდან გავაკეთოთ, სულის შიგნიდან გავაკეთოთ და ყველას ვაპატიოთ. ვილოცოთ, რომ უფალმა მოგმადლოს მშვიდობა, მოთმინება და სიყვარული. რადგან არ კმარა მხოლოდ ის ვიძახოთ, რომ გვწამს უფლის, რადგან შრომის გარეშე მხოლოდ რომ გვწამდეს მკვდარი სიტყვებია და ასევე პირიქით, შრომას რწმენის გარეშე არ აქვს აზრი. ყურადღებით უნდა ვიყოთ და გავფრთხილდეთ ჩვენი ლოცვის დროსაც. ყველასთვის უნდა ვილოცოთ. რადგან აქ ყოფნის ღირსი გავხადა უფალმა, ვალდებულნი ვართ, რომ ვილოცოთ ჩვენი თავისთვისაც, ჩვენი მშობლებისთვისაც და ყველასთვის. უნდა შევთხოვოთ უფალს, რომ სინანული მოგმადლოს, რომ შევინანოთ, რომ ეს კუნძული არ ჩაიძიროს, როგორც ნაწინასწარმეტყველებია.
ნათქვამია, ვინც მოინანია, უფალმა აპატია, უფალი სიყვარულია. არ გვეგონოს, რომ რამე გაგვაჩნია და რამეს წარმოვადგენთ, რადგან საერთოდ არაფერი ვართ და თუ რაიმე გაგვაჩნია, ეს უფლისად ჩუქარია. ვილოცოთ, რომ ამ დღეებმა კარგად ჩაიაროს და დიდი მარხვა დავიცვათ, რადგან დიდი მოწყალებაა. უფალმა ღირსი გვაგხვადოს, რომ წმინდა აღდგომა ვიზეიმოთ, ჩვენი უფლის აღდგომა. უფალი ამბობდა, მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ამაზე ვამყარებთ ჩვენს იმედს, ჩვენს უფალზე, ჩვენს ღვთისმშობელზე, ჩვენს წმინდანებზე და ვიფრთხილოთ, რომ წესიერად მოვიქცეთ, თავმდაბალნი ვიყოთ, წმინდა სიმდაბლე გადაგვარჩენს და მიტევების უნარი, რადგან 1000 მეტანია და 1000 მარხვა რომ დაიცვა და მაგალითად შენს ძმას რაღაც შეემთხვა და არ მიხვალ გასამხნევებლად, რომ უთხრა აქ ვარო, ფუჭია ყველა შენი მცდელობა. ამიტომ უნდა გავფრთხილდეთ. მეც ამას რომ ვიძახი, სული მიკანკალებს და მეც ვკანკალებ, რადგან მე ძალიან სუსტი ვარ და მხოლოდ უფლის და წმინდანების იმედით ვარ. ეკლესიის გარეთ გადარჩენა არ არსებობს. ჩვენი გადარჩენა მხოლოდ ეკლესიაში ხდება. ამიტომ სულ ებრძვიან ეკლესიას. ახლა ყველა მოღალატე გახდა. იციან, რასაც აკეთებენ. ჩვენ კი ვილოცებთ და უფალი შეგვეწევა. და მან ღირსი გაგვხადოს დიდი მარხვა, ჩავათავოთ და ვიზეიმოთ ქრისტეს აღდგომა და გვქონდეს იმედი და წინსვლა. ამინ.